როგორ და როდის მოხდება ზარალის ანაზღაურება 2030 შეკითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხებს. ბატონო დავით, მოგესალმებით. გაიწერა დოკუმენტი, ბატონო დავით, მოკლედ რომ გითხრათ, რა არის ასახული ამ დოკუმენტში? მოგესალმებით, საღამოშვიდობისა, მივესალმები ტელეკომპანია GDS-ის მაყურებლებს. დოკუმენტი არის საკმაოდ ღრმაშინაარსიანი და მრავლის მომცველი და მე ხაზგასმით და დაბეჯითებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ესეთი დოკუმენტი არათუ 2012 წლის სტიქიის დროს დედაქალაქში, არამედ არც არა დროს არ შექმნა. ჩვენ ეს დოკუმენტი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ობიექტურად, მაქსიმალურად კონკრეტულად განაწილდეს შესაბამისი რესურსები, რა რესურსებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ არის შემოწირული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. ისევე როგორც ჩვენ ამ რესურსების ხარჯვის არამხოლოდ ეფექტიანობასთან, არამედ გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ თავიდანვე განაცხადი და მაქსიმალურად ღია იქნება ეს პროცესი თუ რაში რამდენი დაიხარჯება. პირველ რიგში დოკუმენტის მიხედვით დაზარალებული ოჯახები დაყოფილია კატეგორიებად. პირველი კატეგორიის ოჯახები არის ესეთი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლების ადიდებულმა მდიდარემ წაიღო და პრაქტიკულად ადგილზე არ დგას და იგივე კატეგორიაში შედის ოჯახები, რომელთა სახლებიც დაზიანდა ისეთნაირად, რომ აღდგენას არ ექვემდებარება. ჩვენ შესაბამისად ყველა სახლის ლაბორატორიული გამოკვლევა გავაკეთეთ გრადობასთან დაკავშირებით და არის რამდენიმე ისეთი სახლი, რომელიც ფიზიკურად დგას ადგილზე, მაგრამ მისი გამაგრება და შინით ცხოვრება არის შეუძლებელი. ამიტომაც ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ის ოჯახები, რომლებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან. ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ოჯახები, რომელთა სახლებიც დაიტბორა, დაზიანდა, მაგრამ ზიანის მოცულობა იმდენად ასე ვთქვათ მცირეა, ანუ ისეთნაირია, რომ ის კოსმეტიკურ რემონტს ან თუ გამაგრებაა საჭირო, გამაგრებას და ასე შემდეგ ექვემდებარება. ამიტომაც მეორე კატეგორიასთან დაკავშირებით ცალსახად ჩვენ რაიონულ გამგეობებს მივეცით დავალება და მათ მიეცემათ შესაბამისი დაფინანსება. ამ დაფინანსების ნაწილი მიეცათ კიდეც უკვე მათ, რომ ამ დაფინანსების ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი სამშენებლო სარემონტო სამუშაოების წარმოება და დავაბრუნოთ შემდეგ იქ ოჯახები. ხოლო რაც შეეხება პირველი კატეგორიის, ანუ ყველაზე მძიმე კატეგორიის ოჯახებს, რომლებიც ვერასდროს დაბრუნდებიან თავის სახლში, საუბარია ამ ოჯახების ბინის საშუალო საბაზრო ღირებულების ანაზღაურებაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა და ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანია ჯეოგრაფიკმა ჩაატარეს ადგილზე აღწერა. ეს აღწერა ეხებოდა არამხოლოდ შენობა ნაგებობის ასე ვთქვათ შეფასებას, არამედ ეხებოდა ასევე ხელმცენარეების შეფასებას, რომელიც დაზიანდა, ოჯახებში არსებული ასე ვთქვათ ძირითადი სამხარებლო ნივთების აღწერას, რომელიც დაზიანდა და განადგურდა და ასე შემდეგ. იგივე წესის მიხედვით ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული ჩამონათვალი, რა აუცილებელი საოჯახო ნივთების პაკეტით იქნებიან უზრუნველყოფილი ეს ოჯახები. ეს არის მაცივარი, ეს არის სარეცხი მანქანა, ეს არის უთო და ასე შემდეგ. ანუ ის აუცილებელი რამ, რაც დღეს 21 საუკუნეში საშუალოდ უზრუნველყოფილ ნებისმიერ ოჯახს გააჩნია და უნდა ქონდეს. აქედან გამომდინარე ვიღაცეების მიერ კრიტიკა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მსგავსიც არასდროს შექმნილა, რბილად რო ვთქვათ, უბრალოდ გაჭირვებული ადამიანების გაჭირვების ხარჯზე საკუთარი თავისთვის პიარის გაკეთებას ემსახურება. გასაგებია ბატონო დავით, სულადობის მიხედვით ბინების გაცემა ეს ზოგიერთ მოქალაქეს ჰქონდა ერთი ოთახი, ვთქვათ და ოჯახს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა, ვიღაც გაცილებით ვთქვათ დიდი ფართით სარგებლობდა და ერთი ან ორი პირი ცხოვრობდა ამ სახლში. სულადობის მიხედვით ბინების გაცემა რის საფუძველზე განისაზღვრა? ჩვენ გვიწერია, რომ საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით მოხდება ანაზღაურება, მაგრამ მინიმუმი განსაზღვრული არის საშუალოდ რა ფართი ჭირდება ტიპიურ ოჯახს სულადობის მიხედვით. რამდენი სახლი ექვემდებარება ბატონო დავით აღდგენა რეაბილიტაციას და მათ როდის მოხდება თქვათ ანაზღაურება, ასევე საინტერესოა რა ფორმით განხორციელდება ფართის რეაბილიტაცია, თუ გაიცემა თქვათ იგივე ფულადი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და ეს წესში წერია, რომ რაიონულმა გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი, ეს თქვათ, აღდგენის სამუშაოები, ეს მინიმუმ 100-ზე მეტი სახლია, სადაც
კოსმეტიკური რემონტია ჩასატარებელი ან მოსაწესრიგებელია რაღაცები ან ამ სახლების მდგრადობა უზრუნველსაყოფი ანუ გასამაგრებელი და ასე შემდეგ, რომელიც ძირითადად ორ გამგეობაზე განაწილდება, ეს არის ვაკის გამგეობა და ეს არის საბურთალოს რაიონის გამგეობა. და ყველა დაზარალებულისთვის მთავარი შეკითხვა ერთია, როდის დაიწყება ზარალის ანაზღაურება, ამ დრომდე რატომ ვერ დაიძრა პროცესი ბატონო დავით? როგორც კი წესი დამტკიცდება, ჩვენ მეორე დღიდანვე დავიწყებთ პროცესს. წესი უნდა დამტკიცდეს, მოეწეროს ხელი. შესაბამისად, ჩვენ ეს დღეები არ გავჩერებულ ვართ, იცით თქვენ რომ ერთის მხრივ დაზიანებული სახლების გაწმენდა მიმდინარეობდა, შპს მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ შესაბამისი მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობდა და დასკვნების მომზადება მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში ზიანის აღწერა მიმდინარეობდა და თითოეულმა ოჯახმა ნახა, ვინც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა, რომ ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ, ადგილზე მუშაობდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თითოეული ოჯახის წარმომადგენელს ჰქონდა საშუალება გასაუბრებოდა ჩვენს წარმომადგენლებს, მიეწოდებინა ინფორმაცია, შეევსოთ ანკეტა, დაედასტურებინათ ეს ყველაფერი ხელმოწერით და ასე შემდეგ. ანუ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, პარალელურად ორ სამსახურს ჰქონდა დავალებული დოკუმენტის პროექტის მომზადება, მომზადდა ეს პროექტი, მიმდინარეობს კონსულტაციები საკრებულოსთან და დაიწყება კიდეც მისი ეს თქვათ ოფიციალური განხილვა. კი ბატონო დავით, თქვენ უკვე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, სახლის გარდა, საცხოვრებელი ფართის გარდა, რა ტიპის კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულები და ამ თანხის გაცემა. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, როდიდან იგეგმება? ჩვენ რამდენიმე ათეულ ოჯახს დავეხმარეთ კიდეც, როცა შესაბამისად გამგეობებმა წარმომიდგინეს, მე განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დავხმარებოდით ამ ადამიანებს ფინანსურად, ვისაც ძალიან უჭირდა, მაგრამ ეს ასე ვთქვათ მინიმალური რამ არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ზოგიერთ ოჯახს დავეხმარეთ 500 ლარი, ზოგიერთ ოჯახს დავეხმარეთ 1000 ლარამდე, ხოლო რაც შეეხება წესს საკრებულოსთან რა ასე ვთქვათ კომპენსაციის მოცულობაზე შევჯერდებით, ეს იქნება, ასე ვთქვათ, დამატებით როგორც ფულადი კომპენსაცია მინიმალურად აუცილებელი საოჯახო საშუალებების შესაძენად, რაც იმ პაკეტში არ შედის, რაც მე ვთქვი, ამის შესაძენად იქნება საჭირო. თავდაპირველ ვარიანტში 250 ლარით იყო განსაზღვრული ეს მინიმალური რამ, თუმცა ეს მართლა მინიმალურია და მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ეს შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და საბოლოო ციფრი დაზუსტება. კი ბატონო, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდებში, რომელიც ხაზინასთან ერთად სხვადასხვა ბანკებში იყო გახსნილი, ბოლო ინფორმაციით რა თანხა შეგროვდა ბატონო დავით და როგორ ხდება ამ თანხის განაწილება? ოპოზიციის მხრიდან არსებობს კონკრეტული პრეტენზიები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით თანხის ხარჯვა ჩვენ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მობილიზებული რესურსებიდან არ დაგვიწყია, ეს თანხა არის ხელუხლებელი და ამის შესახებ ინფორმაცია დევს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტიდან და ცენტრალური მთავრობიდან მიღებული 10 მილიონი ოდნავ მეტი თანხის გამოყენება. ცენტრალური მთავრობიდან მიღებული თანხა ძირითადად განაწილდა ორ გამგეობაზე, ვაკის და საბურთალოს გამგეობა და ჩვენი კეთილმოწყობის სამსახურზე და ძირითადად ხმარდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. გამგეობები ამას ძირითადად იყენებენ საყრდენი კედლების და სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჩვენი კეთილმოწყობის სამსახური ამას იყენებს დაზიანებული გზის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული, ანუ ხაზინის ანგარიზე ჩარიცხული, ისევე როგორც 5 კომერციული ბანკის ანგარიზე ჩარიცხული თანხები არის ხელუხლებელი ჯერჯერობით და მათი განკარგვა მოხდება სწორედ ამ წესის დამტკიცების შემდეგ, ამავე წესის შესაბამისად და სპეციალურად ამისთვის შექმნილი ვებგვერდი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, help tbilisi.gov.g, ამ ვებგვერდზე იქნება დეტალურად ინფორმაცია ხარჯი. ბატონო დავით, რამდენადაც ცნობილი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული იმ ავტომფლობელებთან დაკავშირებით, რომელთაც მანქანები დაზღვეული არ ჰყავდათ. ისინი თქვათ მერისთვის მიმართვასაც გეგმავენ. რაზეა დამოკიდებული მათთვის ზარალის ანაზღაურება? აღნიშნულზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მიღებული.
ჩვენი მოსაზრებით ეს არის შემდგომი ეტაპის განხილვას დაქვემდებარებული საკითხი. მანქანებამდე ჩვენ ადამიანებს უნდა მოუგვაროთ საცხოვრებელი პირობები, რათა ისინი დავაბრუნოთ სახლებში, დავაბრუნოთ ასე თქვათ იმ ბინებში, რომელიც მათთვის იქნება უზრუნველყოფილი და ამის შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებს. გასაგებია, დღეს ბატონო დავით მერის წინ გაიმართა აქცია თქვენი გადადგომის მოთხოვნით. სტიქიდან გავიდა თითქმის 3 კვირა და ეს ალბათ საკმარისი დროა, თქვათ, შეგეფასებინა თქვენი და თქვენი თანამშრომლების მუშაობა. სტიქის ღამეს და ბუნებრივია მომდევნო დღეებშიც. შეგიძლიათ კონკრეტულ შეცდომებზე ისაუბროთ? აქციები თბილისის მერიასთან ყოველდღიურად იმართება და აქ ახალი არაფერი არ არის, მათ შორის თითქმის ყოველ მეორე დღე გამართული აქციის მოთხოვნა არის, რომ გადადგეს მერი, ასე რომ ეს თქვათ ახალი ჩვენთვის ნამდვილად არ არის, უბრალოდ ამას არანაირი საფუძველი როგორც წესი არასდროს არ აქვს ხოლმე. და ესევე იყო დღევანდელი აქციის შემთხვევაში. როცა საუბარი არის იმაზე, რომ 9 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ნარჩენი მასალა გავიტანეთ, როცა ერთდროულად 120 ერთეულზე მეტი თვითმფლელი ავტომანქანა 50 ერთეულამდე ტრაქტორი მუშაობდა და სხვადასხვა უწყებები ერთიანად და კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდით. როცა ესეთი მნიშვნელოვანი ზიანის შედეგების ლიკვიდაციას ჩვენ უკვე ამ კვირის ბოლომდე ვამთავრებთ, ანუ გაწმენდით სამუშაოებზე მაქვს საუბარი. როცა ძირითადი, ესე ვთქვათ, საპროექტო საკითხები, რაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ხმარდება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება სრულდება, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა დავიწყეთ დაზიანებული ინფრასტრუქტურისა თამარაშვილი გმირთა მოედნის მონაკვეთზე, როცა თითოეულ ოჯახს ესეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია და არავინ ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ ითხოვენ ეს ადამიანები იგივე მერის გადადგომას ან სხვა ადამიანების სამსახურებიდან განთავისუფლებას. ამაზე ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი და საზოგადოება ამ ყველაფერზე. ბატონო დავით, აუცილებლად უნდა გითხოთ ახალ გზასთან დაკავშირებით. სპეციალური კომისიის ერთ-ერთი წევრი ნიკო კახეთელიძე ამბობს, რომ არსებობს 2 გზა, ერთი იაფი და სახიფათო და მეორე ძვირი და უსაფრთხო. სექტემბრისთვის გზის აღდგენა რამდენად უსაფრთხოა? თქვენი შეფასება მაინტერესებს და აღადგინეთ გზა, თქვათ, აიღებთ უსაფრთხოებაზე ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას. ჩვენ ამოცანები მდინარე ვერეს ხეობის მართვასთან და პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებით 2 ეტაპად დავყავით. პირველი ეტაპი ეს არის მოკლევადიანი პერიოდის ამოცანები, როცა 15 სექტემბრამდე აუცილებლად უნდა აღვადგინოთ მოძრაობა მდინარე ვერეს ხეობაში. სხვა შემთხვევაში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში ციფრობრივად დადასტურდება იმ კვლევის საფუძველზე, რომელსაც ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტები აკეთებენ. ამიტომაც ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, სტანდარტები ავწიოთ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი, სადაც შევიწროებული იყო მდინარე ვერეს ხეობა და გვირაბში იყო გატარებული მდინარე, სადაც ყველაზე დიდი ზიანი მივიღეთ და გზა გასკდა, იმ ნაწილში იქნება გაკეთებული ხიდი, ანუ მდინარე თავისუფლად იმოძრავებს ამ ხიდის ქვეშ, საიდან გამომდინარეც მაღალი წნევით ინფრასტრუქტურის დაზიანების შესაძლებლობა არ იქნება. მეორე მხრივ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობდნენ სვანიძის ქუჩაზე, ან რომლებიც ცხოვრობდნენ იგივე წნეთის ქუჩის მიმდებარედ ქვემოთ მდინარე ვერეს ხეობაში, ეს ოჯახები იქ აღარ იცხოვრებენ. ჩვენ ავიღეთ მინიმალური ნიშნული, რომლის ქვემოთაც არის პოტენციური დატბორვის ზონა და იმ დატბორვის ზონაში არც ერთი ოჯახი აღარ დარჩება და არ იცხოვრებს იმისათვის, რომ მომავალში შესაძლო ზიანისგან ავირიდოთ თავი. თუმცა ბუნებრივია, არავინ არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალშიც განმეორდეს ესეთი უხვინალექი და იყოს მეწყერსაშიში ტერიტორიები მდინარე ვერეს ხეობის ზემო ნაწილში კვლავაც რჩება. ჩვენ ეს ტერიტორია მსოფლიო ბანკის სპეციალისტებთან ერთად დავათვალიერეთ, ამიტომაც ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მოკლევადიან პერიოდში ესე უნდა აღვადგინოთ და რადგან იქ ხალხი არ იცხოვრებს და გარდა ამისა იქნება გაფრთხილების სისტემა უზრუნველყოფილი, რისკი მინიმუმამდე
არის დაყვანილი, თუმცა საბოლოოდ გამორიცხვა შეუძლებელია ამ ყველაფრის, შეიძლება უფრო დიდი წვიმაც მოვიდეს. რაც შეეხება გრძელვადი ამ პროექტს, რომელზეც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ვჭრილობდით, გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ჩვენი დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით შევიმუშაოთ ისეთნაირი პროექტი, რომ მდინარე ვერეს ხეობაში წყლის სიდიდის მართვა იყოს შესაძლებელი და გამოუშვათ იმდენი წყალი სპეციალურად ასე ვთქვათ მომზადებული საამისო სისტემის, ანუ დამბის მეშვეობით, რამდენის გატარებასაც შეძლებს თამარაშვილი გმირთამოედინის მონაკვეთზე არსებული საინჟინრო და შესაბამისი სისტემა. თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია საკმაოდ დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონცეპტუალური მონახაზი ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე მსჯელობის შედეგად უკვე ჩამოვაყალიბეთ და ახლა უკვე ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რათა უფრო ასე ვთქვათ ტექნიკურად ამის განხორციელებადობასთან დაკავშირებული კი ბატონო, გასაგებია. კიდევ ერთი საკითხი, უკაცრავად სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. ჩვენთან სტუდიაში სტუმრობისას თქვენ ბაზარზე City Park-ის კონკურენტი ალტერნატიული კომპანიის შექმნის შესაძლებლობა დაანონსეთ. თუ არის ამ მიმართულებით სიახლე და რამდენ ხანს შეიძლება მონოპოლიურ მდგომარეობაში იყოს City Park-ი ბაზარზე? მე თქვი თქვენთან ეთერში, რომ ჩვენ ვაცხადებთ მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე შესაბამის ინტერესთა გამოხატვას. ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი მზად არის, ტექნიკურად ჩვენს მიერ დაქირავებული ორგანიზაცია აზუსტებს ცალკეულ დეტალებს, რომლის შემდეგაც გამოცხადდება მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აქ ვერ ექნება City Park-ს პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მასთან დადებული ხელშეკრულების ეს ნაწილი სუსტია და თავისუფლად შეიძლება ბაზარზე შემოვიდეს ერთი ან მეტი დამატებითი სუბიექტი, რომელსაც კომერციული თვალსაზრისით ინტერესი მოაწყოს მრავალსართულიანი პარკირების სისტემა. ჩვენ ველოდებით შესაბამის ასე ვთქვათ ტექნიკურ დოკუმენტაციას, რათა ამაზე დაყნობით შემდეგ უკვე გამოვაცხადოთ საბოლოოდ. ბატონო დავით, გასაგებია რომ თქვა City Park-თან შეთანხმება თქვენ არ გაგიფორმებია, თუმცა დღეს თქვენ ხართ მერი და ბუნებრივია კონკრეტულ პასუხს City Park-თან დაკავშირებითაც საზოგადოება თქვენ განელოდება. როდესაც ხელშეკრულების კონკრეტული პასუხი აბალურ პირობებზე საუბრობთ. სახელმწიფოში, რომელსაც თავისუფალ სასამართლოსა და დამოუკიდებელ პროკურატურაზე აქვს პრეტენზია. თუ ფიქრობთ, რომ ხელშეკრულება ეჭვის საფუძველს აჩენს, მაგალითად, არ არის სხვა კომპანიებთან მსგავსი პირობებით გაფორმებული დოკუმენტი, იკვეთება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესით, თუნდაც იგივე ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ექსკლუზივის მინიჭების თვალსაზრისით. რატომ არ მიმართეთ შესაბამის უწყებებს? ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობილია და მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დავების განხილვალ ორგანოდ მითითებულია საერთაშორისო არბიტრაჟი, ანუ შესაბამისად დავების განხილვა ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ხდება. ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მეორე, იმდენად კაბალურია ხელშეკრულება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში გასაჩივრების შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია, რომ შესაბამისად სახელმწიფო უბრალოდ მუნიციპალიტეტმა წააგოს ეს დავა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილებები უკვე მოვამზადეთ. მე უახლოეს დღეებში მექნება მათთან შეხვედრა, სადაც კონკრეტულად წარუდგენ უკვე ჩვენს ვარიანტს ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების, სადაც ის აუცილებელი მოთხოვნები და პრეტენზიები, რასაც ჩვენ მათ უყენებთ, იქნება უკვე დოკუმენტურად წარდგენილი მოთხოვნები და პრეტენზიები. ეს არის რა თქმა უნდა ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შეზღუდვა და ადგილზე დაჯარიმების სისტემის შექმნა, თუმცა ამასთან დაკავშირებით იცით თქვენ, რომ პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო და ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე ეს ისედაც იქნება უზრუნველყოფილი. მეორე, როცა თავის დროზე შეიცვალა კომპანია City Park-სა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ შორის თანხების განაწილების სქემა, ამით ქალაქის ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი თანხები დაკარგა, ამიტომაც ეს ბალანსი უნდა აღდგეს და ყუთილი შემოსავლები ქალაქის ბიუჯეტმა უნდა მიიღოს, ანუ დამატებით შემოსავლებზეა საუბარი, მათ შორის ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღების გამო ერთ-ერთ ეპიზოდში გიგი უგულავას საქმეში $1 მილიონ მეტი საბიუჯეტო დანაკარგიც არის როგორც ბრალი წარდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ
კომპანია City Park-ი დაჯარიმების შემთხვევაში ჯერ 3 ლარის გამოხვითვას ახდენს და შემდეგ ანაწილებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და კომპანიას შორის შემოსავლებს 60-40-ზე და ესეც აღსადგენია და აქედან გამომდინარეც მეტი შემოსავლები უნდა მიიღოს ქალაქის ბიუჯეტი. არის რამდენიმე ესეთი კი ბატონო დავით, ძალიან დიდი ბოდიში დრო იწურება, ამიტომ მინდა გკითხოთ გასაგებია თქვა დღეს ამ თემას არ განვიხილავთ, თუმცა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გთხოვას სოციალურ პროექტთან დაკავშირებით გვეკითხა უფრო კონკრეტულად აცხადებს, რომ მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით მერის შესაბამის სამსახურს მიმართვა და თვენახევრის წინ და იმის მიუხედავად რომ წამლები მას სასწრაფოდ ესაჭიროება, მისი განცხადება მერეში ამ დრომდე არ განუხილავთ. მოქალაქე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. რა აფერხებს ბატონო დავით მოქალაქეთა განცხადებებს? სახელი და გვარი გვითხრათ გადავამოწმოთ აუცილებლად. კი ბატონო, პრესამსახურის მეშვეობით მოგვაწოდეთ. ჩვენთან ყოველკვირეულად იმართება კომისია, სადაც ესეთი საკითხები მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ოპერაციებისთან დაფინანსებასთან დაკავშირებით იხილება, ასე რომ ერთ კვირაზე, მაქსიმუმ 2 კვირაზე მეტი როგორც წესი არ ჩერდება ესეთი განცხადებები. თუ გადაუდებელი შემთხვევაა და ეს დასტურდება ჩვენი სამსახურის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არის შესაძლებლობა რომ მერის სარეზერვო ფონდიდან გავცეთ შესაბამისი ფინანსური დახმარება, რათა თვითონ შეიძინოს მოხმარებელმა ბენეფიციარმა მედიკამენტები, ასე რომ საგაც აუცილებლად ნახავთ. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია პასუხობდა. ახლა კი რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში სერგო თეთრაძის საქმის ახალი დეტალები.